მინდა გადავახტე? არა იყოს, მოდი შემოვუვარო. რა თქვია შემოვუვაროთ? ჩემს ვაჟკაცობაზე მთელი საჭიანჭველეთი ლაპარაკობს. თვით ჭინჭი მეოცეც კი გამატარე. უნდა გადავახტე. ამ დღეში ერთი ყვავი ცხოვრობს, სიმღერა უყვარს ლიფს. სიმღერის გარდა ძულაზე საფქვევს და არასდროს იცვლის სიმს. თუ მივხვდით ხალხო, ეს ყვავი მე ვარ მომღერალი და ვწენ. და ამ სიმღერისთვის, ამ სიმღერისთვის ალბათ ყველას ვურჩები. მე ორმოს ვეძებ. ორმო მე ვარ. თქვენ? დიახ, მეც ახლა ორმო ვეძახიან. მაგალითად გრიშა მქვია. უკაცრად ბატონო გრიშა ორმო.
მოგესალმებით ყველას, დიახ, ბაკურიანიდან ჩამოვედი და ვარ სრულიად აღფრთოვანებული. რატომ? თქვენ კარგად იცით რატომაც. 2026 წლის ფესტივალი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ფანტელი, ჩატარდა სრული ანშლაგით, რამე თუ ადგილი არ იყო არც ერთ წარმოდგენაზე დასაჯდომი და თქვენ კარგად იცით, რომ ფესტივალმა 2026 წელს სტარტი აიღო დეკემბრის ბოლოს და გასტანა 5 თებერვლის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტელეკომპანია და თან გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება გახლავთ საინფორმაციო მხარდამჭერი ფესტივალისა. დღეს და კიდევ რამდენიმე გამოშვებაში სიამოვნებით სრულად გავაშუქებთ ფესტივალის წარმატებებს, ხოლო დღეს კი ჩვენი სტუმარი გახლავთ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ფესტივალისა, შემოქმედებითი ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რეჟისორი ბესო, იგივე ბესი კლომსაძე. მოგესალმებით ბესო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ზოგადად არსებობს ძალიან ბევრი ფესტივალი, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახლა როგორც თქვენ, ისე მეც ახლა ჩართულები ვართ ამ საინტერესო ისტორიების შექმნაში, უახლესი ისტორიების შექმნაში კულტურის სფეროში. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა და ხაზგასმით აღნიშნო, რომ ფესტივალი არის არაჩვეულებრივი ფესტივალებია, არის შემეცნებითი, არის გასართობი, მაგრამ არის ზოგი შემეცნებითი, ზოგი გასართობი და ფესტივალი, რომელსაც ორივე პროგრამა ასე მსუყეთ კონდეს ათვისებული შემეცნებითი მხარეც და ორივე მხარე უბრალოდ შემეცნებითი მხარეც, სანახაობითი მხარეც და გასართობი მხარეც ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფესტივალი მზიანი საქართველო, ხოლო ზამთარში ფესტივალი ფანტელია. მე ახლა გავჩუმდები და ბესოს ვთხოვ, რომ ისაუბროს ამ ფესტივალის შესახებ, რაც შეეხება გასულ ვიდეოს თქვენ იხილეთ ბესოს მიერ მომზადებული სტუდია ჭინჭრაქას აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი რეჟისორი ბესო ლომსაძე გახლავთ, რომელმაც ასევე სერიოზული ჯილდო დაიმსახურა ამ ფესტივალზე. ხოლო გილოცავთ ბესო, გილოცავთ. ხოლო გამოშვების მსვლელობისას ჩვენ ჩაგვერთვება ბაკურიანიდან, ჩვენ ბაკურიანში დავტოვეთ იგი. ფესტივალის ასევე თანაორგანიზატორი და მუდმივი წამყვანი ფესტივალისა ხვიჩა ახალაია, იგი უკვე ხაზზეა. ხვიჩა, მოგესალმები, როგორ ხარ და რა მინდია ეხა ბაკურიანში? ჩვენ დავტოვეთ ცოტა თოვლი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით სტუდიაში ხარ ბატონო მანანა, ბატონო ბესო. ამინდი არაჩვეულებრივი ამინდი ვაქვს ამჯერად ცოტა მოგვითოვა, რადგან ცოტა სინაკლები იყო თოვლისა ამ ბოლო კვირას და დღეს არის დარიანი ამინდით, თუმცა თოვლიანი. დიდი მადლობა. ეხა არ გახვიდე არსად, შენც იყავი და შენ ბაკურიანიდან, ბესო კი თბილისიდან. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მე ადამიანს, რომელმაც 30 წლის წინ თავის თავს უთხრა, რომ მე ახალგაზრდებს ისეთ ფესტივალს გავუკეთებ, რომელიც მთელი მათი ხანგრძლივი, საინტერესო და ლამაზი მოულოდნელი საჩუქრებით დახუნძლული ცხოვრებისთვის იქნება მეტად სასიკეთო. ეს გახლავთ ხელოვნებაცოდნე, მუსიკის მცოდნე, მე ვიტყოდი ფოლკლორის უბადლო სპეციალისტი თეა დავითაია. ძალიან დიდი მადლობა თეა დავითაიას ამისათვის. უბრალოდ თეა დღეს ჩვენთან ერთად არ იქნება, ხოლო შემაჯამებელი გამოშვება აუცილებლად თეას თანხლებით გავა ეთერში. ახლა კი ბესო გისმენთ. ეს არის ფესტივალი, ხელოვნების ფესტივალი, მზიანი საქართველო, რომელიც თქვენც აღნიშნეთ რამდენიმე ათეული წლის წინ დაფუძნდა და მისი დამფუძნებელი იდეის ავტორი გახდათ თეა დავითაია, უსაზღვროდ შეყვარებული კულტურაზე და ბავშვებზე, რაც მთავარია.
ამიტომაც გამოსდის ასეთი ფესტივალები. ჩვენ ყველა რეგიონში ვატარებთ თითქმის ამ ზიანს საქართველოს, ხოლო ზამთარში ამინდის მიხედვით ფანტელი დავარქვით და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ჩვენი მიზანი, ფესტივალის მიზანი არ არის მხოლოდ ან კონცერტის ჩატარება, ან სპექტაკლების მოწყობა, ჟიურის მოწვევა, კონკურსი და ასე შემდეგ. აქ ბავშვი უნდა განვითარდეს კიდეც შემოქმედებითაც და რა თქმა უნდა სხვა კუთხითაც, სადაც ცოტა იცუღლუტონ კიდეც, სადაც ჩავდივართ, რომელ ქალაქშიც აუცილებლად ექსკურსიას უკეთებ, თქვა თელავში ჩავდივართ, არ არსებობს რომ არ გავუკეთოთ ექსკურსია თელავის ღირსშესანიშნაობების ანახავად. რაბატში აუცილებლად რაბატზე უნდა ავიდეთ და დავათვალიერებინოთ, ეს ჩვენ პროგრამაში ყოველთვის შედის. და რასაც ქვია ბანაკური სისტემის ფესტივალი, როგორც ტარდება ქობულეთში და ბაკურიანში, რამდენიმე დღიანი როდესაც არის, იქ შემოცნებითი პროგრამაც გვაქვს, არის გართობაც, არის მაგალითად ნაძვის დარგვის პროცედურა და გვაქვს ხოლმე და ძალიან ამაღელვებელია. ჩვენ დღეს ვეძახით ხოლმე, ბაკურიანში დღეს რა გამულებს, მაგრამ ჩვენი დღე ჩვენს გვაქვს. ფესტივალს თავისი დღეც აქვს ეგრეთ წოდებულ ამირანის პარკში, ძალიან ბევრი ნაძვი არის ფესტივალის სახელზე დარგული. სასტუმროში იქნება თუ სადღაც შესაკრება ადგილზე ვუტარებთ კონკურსებს, კინოფილმებიდან გამოცნობან ასე რომ ჩამოვასახელოთ, მხიარულ სტარტებს ზაფხულში და რა ვიცი, ვფიქრობთ რომ სულიერათაც და ფიზიკურათაც ბავშვი უნდა იყოს ჯანსაღი. და რაც მთავარია, ეს ბავშვები ერთმანეთის შემოქმედებას ესწრებიან, ძალიან დიდი ყურადღებით უსმენენ და ყველაზე სასიხარულო და თვალში მოსახვედრი, სასიამოვნო თვალში მოსახვედრი ის არის, რომ ესენი არ არიან ერთმანეთის კონკურენტები, ესენი განიცდიან ერთმანეთის სპექტაკლს. ამათ აი აქიდან უყურებენ და არა მარტო თვალებით. აი ახლა ხანს დამთავრდა უკვე თეატრალური ფესტივალი ფანტელი. მანამდე დეკემბრიდან დაწყებული არის ფოლკლორის ფესტივალი ტარდება ხოლმე და ჩვენ ბოლოს ხვიჩა მომეხმარება მარტში ვამთავრებთ, მე მგონი ზამთრის ფესტივალებს, ისევ ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდება. რაც შეეხება თეატრალურს, ხო? გვინდა, არ გვინდა, ვერ გავექცევით იმას, რომ მაინც კონკურსია, მაინც უნდა დასახელდეს საუკეთესო მსახიობი, მაინც უნდა დასახელდეს რეჟისურა, საუკეთესო სპექტაკლი და ასე შემდეგ. სწორედ ის არის, აი ისეთ გარემოს უქმნით თეატრებს. ეგ უნდა მეთქვა, იმდენად ოსტატურად ხდება ეს ყველაფერი, რომ ყველა კმაყოფილი და ყველა გახარებულია, თქვენ უნდა ნახოთ სპექტაკლი, უпроსწორედ თქვენ თვითონ იხილეთ. როდესაც სპექტაკლი მთავრდებოდა, რომელიმე თეატრის, დანარჩენი თეატრის მსახიობები როგორ შედიოდნენ კულისში, გამოცვლასაც კი ეხვეოდნენ, ეხუტებოდნენ, უნოცავდნენ, ერთმანეთის რეკვიზიტებს იყენებენ, დეკორაციებს იყენებენ. აი, მთავარი ჩვენთვის ეს არის, როდესაც ერთმანეთს ფესტივალის დასაწყისში ეს ბავშვები დაინახავენ ხოლმე და უხარი მანამდე მესიჯობენ რა თქმა უნდა. ხო მოდიხარ ფესტივალზე. კი, აუ რა კარგია ისევ იქ ახალი კონტაქტები იბნება. ყველა ბავშვი ერთმანეთს იცნობს აბსოლუტურად. და მე ვთხოვ ჩემს უსაყვარლეს და უპროფესიონალიზმ ჯგუფს, ტექნიკურ ჯგუფს, რომ გაუშვას ვიდეოები ლეიტმოტივად გავაყოლოთ ჩემს გამოშვებას. უხმოთ რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი. და ხვიჩა გისმენ, მოდი აი ბესომ მიმოხილვა გააკეთა ზოგადი და შენ აი კონკრეტულად ვინ იყო დღეს წელს და რა შედეგები დაიდო და ხო თან ის არის კიდე აღსანიშნავი რომ ყოველ წელს უფრო და უფრო შემოქმედებითი ზრდა ეტყობათ ბავშვებს. ეხლა მე ხვდა დიდი სიხარული წილად და ვიყავი ჟიურის წევრი და ძალიან ისე ლამაზად მომხვდა თვალში ის რომ ბესოც, ხვიჩაც იქ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ბრძანებდა რომ აი ეს ბავშვი ჩვენს თვალწინ გაიზარდა ეს უი როგორ გააზრდილა ანუ ყველა მიცის იქ ბავშვს დავუშვათ ვის რა პატარა ხარვეზი ქონდა ლაფსუსი ქონდა შემოქმედებითი თვალსაზრისით და ანუ შემოქმედებითად ბავშვები არიან ძალიან გაზრდილები და კიდე მინდა აღნიშნო რომ ფესტივალი გახლავთ საერთაშორისო არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ხვიჩა გისმენ?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მანანა. გამარჯობა. მოგმეცი მადლობა მინდა აუცილებლად გადავუხატო ობიექტის და თქვენს გადაცემას, მუდმივად ჩვენი მხარდაჭერისათვის. მადლობა. რომელსაც საჭიროებს ნამდვილად შემოქმედებითი თვით ეს ნიჭიერება, რომელსაც ეს ბავშვები გამოავლენენ, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენს ფესტივალზე თუ სხვა ფესტივალზე. ამისთვის კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა. რაც შეეხება თვითონ ფესტივალს, ფესტივალი დაიწყო 20 დეკემბრიდან ფოლკლორი იყო უკვე წარმოდგენილი და სადღაც ამ წუთამდე 3000 მონაწილე გავაცილეთ ჩვენ ბაკურიანიდან. მონაწილეობას რა თქმა უნდა ღებულობდა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული კოლექტივები, ფოლკლორული, ეს იყო ქორეოგრაფიული, ვოკალური, ყველა ჟანრის, რომელიც ფოლკლორში შედის და რა თქმა უნდა ამ სამ პროგრამულ ფესტივალში ამ სამ უბედნიერეს დღეს ატარებენ ჩვენთან ერთად. ნუ ეს ჩანს მათში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველ წელს იზრდება ანსამბლების რაოდენობა ჩვენთან ფესტივალში და რაც შეეხება თეატრალურ ფესტივალს, ამჯერად ჩვენ გქონდა დაგეგმილი 1 დეკადა მათთვის და იმდენად წამოვიდა კოლექტივების მოთხოვნა ფესტივალზე მიღების, რომ ჩვენ დავყავით უკვე 3 დეკადად, დავიწყეთ 25 იანვარს. მონაწილეობა მიიღო თითქმის 25-მდე კოლექტივმა, თეატრალურმა ჯგუფებმა. ეს იყო სამეგრელოდან ფოთი, სხვადასხვა კოლექტივები, იმერეთიდან წყალტუბო, ჭიათურა, თბილისის ძალიან ბევრი სტუდია ღებულობდა მონაწილეობას. კახეთიდან გურჯაანი, საგარეჯო, ველისციხე ბოდის. შიდა ქართლი, ნუ თითქმის სრულიად საქართველოს ბოლნისი აღსანიშნავია ყველაზე ხაშური ხაშურის, რა თქმა უნდა, ხაშურის თეატრი და უამრავი სრულიად საქართველოს შემოქმედებითი ეს თეატრალური სტუდიები ღებულობდნენ მონაწილეობას და ყველაზე მთავარი და უმთავრესი რაც არის ამაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის, რომ ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და წელიწადში ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ფესტივალი და წინასწარ უკვე აქედან ემზადებიან იმ ფესტივალზე, რომ ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, ერთმანეთს გაუზიარებენ იმ სიყვარულს. არ ჩამოდიან მარტო იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასებთ მათ და აქედან დიპლომებით თუ პრიზებით თუ ნომინაციებით გავაცილებთ. მათთვის უმთავრესია ის სიყვარული, რომელსაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ, თავიანთი შემოქმედებითი ნიჭიერებით პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ესენი მუდმივად ყავდეს ერთად. 12-13 კოლექტივი აი ამ 3-4 დღის განმავლობაში გასართობადაც ერთად არიან და რა თქმა უნდა სპექტაკლების წარდგენის დროსაც ერთად არიან და ერთმანეთს ესიყვარულებიან. რაც არის ჩვენი მისანი. დიახ და არა მხოლოდ ერთმანეთის ხათრით ჩამოდიან და ერთმანეთი ამ უკვე ასე ვთქვათ ფესტივალელებს ფესტივალ ფანტელის მონაწილეებს თავიანთი მეგობრები ჩამოყავთ კიდე და არა მხოლოდ ქართველები და საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც ასეთი პრეცედენტებიც ხომ არსებობს შემთხვევები ბოდიში. კი, ბევრჯერ გქონია და უკვე ხა შეხვიანებები გვაქვს, რომ გერმანიიდან აპირებს კიდევ ერთ-ერთი ჯგუფი, რა თქმა უნდა, გაცვლითი პროგრამით ჩვენთანაც ჩამოვლენ. პოლონეთიდანაც ჩამოდიან. პოლონეთიდანაც ჩამოდიან, ჩვენ ახლა წინა წელს ანტალიაში გვყავდა თეატრალური ჯგუფები, ისინიც აპირებენ ჩამოსვლას და ნუ გაცვლითი პროგრამით მუშაობთ. კაი, იყავი არ წახვიდე, ხო, ჩვენთან ერთად იყავი. ვაიმე ეს ირაკლი თუ შეიძლება შევცვალოთ ვიდეო რა, რაღაც ეს პატარა ლაფსუსით არის გასული ირაკლი, მადლობა. ბესო, რამდენად მნიშვნელოვანია თეატრალურ სტუდიაში ბავშვის შეყვანა? თეატრალურ სტუდიაში ზოგადად მსახიობობა არ ისწავლება და ვერც ვერ ასწავლის. შეიძლება დახლონდეს და შეიძლება კი არა თავიდანვე ნიჭიერი უნდა იყოს ბავშვი, სამსახიობო ნიჭი უნდა ქონდეს. თუმცა სულიერად ნამდვილად იზრდება თეატრში. ამას გარდა ბავშვი ეჩვევა ლოგიკას, სწორმეტყველებას, აზროვნებას, სწრაფ აზროვნებას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში ეხმარება თეატრი. რა თქმა უნდა, დამეგობრებაში და რაც მთავარი, ახლა ჩვენ ხვიჩამაც აღნიშნა, ძალიან ბევრი ბავშვი იყო თეატრალურ ფესტივალზე, მარტო დაახლოებით 200-300 ბავშვამდე იქნებოდა, ხო? აქედან 300-ივე მსახიობი ხო არ დადგება. მაგრამ ჩვენ მივიღებთ 300 კარგ მოქალაქეს. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აქ ისეთი პედაგოგები იყვნენ და ისეთი პედაგოგები ასწავლიან, რომ
ადამიანობის გარდა სხვას ვერაფერს ცუც ვერ ასწავლია. ხო, აქ ღვივდება სამშობლოსადმი სიყვარული. ისწავლება წიგნიერება, ამას კი უნდა, ხო. ერთმანეთის პატივისცემა. ერთმანეთის პატივისცემა თავისთავად, ხო, ზრუნველობა. რამდენიმე ნომინაცია, ეხლა კიდეც გეცინებოდათ თქვენ, მაგრამ რამდენიმე ნომინაციაში, ნუ აი ხელმა თავისით დაწერა ნომინაცია ზრუნველი მსახიობი. იმდენად აი ვიღაცას რაღაცა შეეშლებოდა გვერდით ისე შეუმჩნევლად უკარნახებდა ან შეუმჩნევლად რაღაცას ხელს წაკრავდა. ანუ აქ დიდი სიყვარული სუფევს. აუცილებლად. და ამას ნერგავთ თქვენ ფესტივალის მესვეურები. თეა, ხვიჩა, ბესო, გიორგი, პედაგოგები, რა თქმა უნდა. ეხა ვერავის ვერ გამოვყოფ. უბრალოდ ერთი მინდა აი როგორ გითხრათ გულის ტკივილი რაც გნებავთ ის დაარქვით ველის ციხის თეატრის ხელმძღვანელთან მქონდა საუბარი ძალიან კარგი აღსასწრებელი არიან ისე როგორც ყველა დანარჩენი მაგრამ რაც ვიძახე ხა ყველას მე მგონი ასე თუ ისე აქვთ მაინც საშუალება მუშაობის აი ველის ციხეში რატომღაც მოხდა ისე რომ არ არის საშუალება იმისა, რომ ბავშვებმა მუდმივად რეპეტიცია გაიარონ და მუდმივად შეხვედრები ჰქონდეთ და თუ არ ვწდები თავიანთ სახლებში მუშაობენ და ხაშურის თეატრით ჩემი აი მოგრძალებული თხოვნა იქნება პირიქით ძალიან მადლიერები არიან არავის არ უთქვია ჩემთვის რომ ეს თქვიო უბრალოდ ჩემი მოგრძალებული თხოვნა იქნება რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება რომ მიექცეს ამ ბავშვებს იმიტომ რომ თქვენ მართლა ძალიან კარგი ბავშვები ყავთ ველის ციხე ხო გურჯაანის რაიონში ველის ციხეში არაჩვეულებრივი ბავშვები ყავთ და კიდე ნუ და განსაკუთრებული მადლობა მინდა ამიტომ ბატონ ომარს გადაუხადო და ნუ რა თქმა უნდა ქალბატონ თინას ნინო ლეჟავას ლაშას ხო ბესოს ნათია ლომსაძეს ხო სადაც ყველაზე მეტად მეტყველება მომეწონა ძალიან ანუ ყველას კაი მეტყველება გაქვთ მაგრამ ნუ აი ნათიას ბავშვები რაღაცნაირად გამოირჩევიან ხო ეკა ბაქრაძეს უსაყვარლეს პოეტ ქალბატონს ბესო თავად აი შენთან როგორ მიმდინარეობს ბავშვების შერჩევა როგორ არჩევთ ბავშვებს ყველას იღებთ თუ მაინც შერჩევითი პრინციპია ჩვენ მუსიკალური თეატრი ვართ მუსიკალური მხარეც არის ჩვენი ძლიერი მხარე მუსიკალურია ჩვენ მუსიკალური სპექტაკლები გვაქვს თუმცა ბავშვებს ყველას ვიღებთ 5 წლის ასაკიდან იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი იმალება პატარა ნიჭი რომელიც უნდა გააღვიო კი და მე იყო შემთხვევები რომ შეიძლება მთელი 2 წელი 3 წელი ვერ ამჟღავნებდა ამ ეს ბავშვი ამ ნიჭს და მესამე წელს მთავარი როლის შემსრულებელი გამხდარა იგივე ვოკალშიც იგივე იქნებოდა ამიტომ ყველას თქვენმა თეატრმა აიღო მე მგონი საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის თვის ჯილდო ხო? ძალიან ბევრჯერ გვაქვს ამ ფესტივალის გარდა სწორედ მუსიკალური სპექტაკლისთვის ჯილდოები აღებული. და თქვენ სად გაქვთ ხოლმე რეპეტიციები სადთან? ჩვენ გვაქვს მოსკოვის გამზირზე. იქ არის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი განთიადი და იმ შენობაში აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი რომ ჩვენც შეგვექნა ფართის პრობლემა იმიტომ რომ სკოლაში ვიყავით ის სკოლა დაინგრა ახლა კი გვეშენდება ახალი მაგრამ ქუჩაში აღმოჩნდით და სწორედ განთიადმა შეგვიფარა და დღეს იქ 50 კაციანი პატარა თეატრალური დარბაზიც გვაქვს სადაც სპექტაკლებს მართავთ მუდმივად ძალიან კარგი ხვიჩა ბავშვებთან რამდენი ხანი 30 წელია ხარ ამ ფესტივალის გვერდით აღარ მახსოვს მოდი ახლა შენ როგორ მოხდი მოდი სხვათა შორის ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის მაგრამ მართლა არასოდეს არ მეკითხავს როდიდან ხარ თეას გვერდით და მოდი აი ახლა გეკითხები თეას გვერდით ზუსტად 10 წელია რაც მუშაობ მე ფესტივალ მსიან საქართველოსთან, ფესტივალ ფანტელთან, ნუ მანამდე
ანალოგიურ სფეროში მუშაობდი, ერთი პერიოდი მქონდა ვიყავით კოლეგები, 1-5 წელი ვიყავი მოქმედი ჟურნალისტი სამეგრელოში, მაგრამ ჟურნალისტობამდე მაინც კულტურის სახლიდან მოვდივარ. 96 წლიდან ვარ ჩართული აი ამ საქმიანობაში და რა თქმა უნდა მუშაობ ბავშვებთან. ნუ ჩემი პირველი პოზიტივი ენერგეტიკა არის ამ ბავშვებთან მუშაობა და რა თქმა უნდა მათთან ურთიერთობა. რაც შეეხება ფესტივალს თეასთან, როგორც კი შევდგი ფეხი, იმ წუთიდან ვიგრძენი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც მე ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, რადგან ეს იყო პროგრამული ფესტივალი, სადაც როგორც თავიდან აღნიშნე, ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს სიყვარულს და ურთიერთობაში შედიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები, ხელოვანი ბავშვები, სულიერად ერთმანეთს ამდიდრებენ ურთიერთობებით, რა თქმა უნდა, და როგორც აღნიშნე, ყველა ხელმძღვანელს მინდა მადლობა გადაუხადო იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვები ნამდვილად ხელოვნებაში ჩართული ბავშვები, ფოლკლორში, ქორეოგრაფიაში, ვოკალში, თეატრში, ეს ბავშვები საქართველოსთვის იზრდებიან სულ სხვანაირად სულიერი სულ სხვა სულისკვეთებით და ვაკვირდები ამას წლების განმავლობაში და ნამდვილად ხედავ მათში იმ პოტენციალს, რომ მართლა ხელოვნება გადაარჩენ საქართველოსა და ეს ბავშვები, ეს მომავალი თაობა გადაარჩენ საქართველოს. დიდი მადლობა. ხელოვნება გადაარჩენ საქართველოს შეგვახსენა ხვიჩამ და სრული ჭეშმარიტება და ბესო რამდენი ხანია თქვენ აი ამ ბავშვებთან რამდენი წელს ითვლის თქვენი ბავშვებთან მუშაობა? ჩემ სტუდიას შეუსრულდა 31 წელი. აი მე გილოცავთ და ღმერთმა სამი მაგდენი ჩვენ დავიწყეთ იმ დროს 94 წელს ჩამოყალიბდა ჩემი თეატრი და ყველაფერი რო გამოვიარა. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ხელოვნება გადაარჩენ საქართველოს და თეატრი, ლიტერატურა, ხელოვნების ის დარგებია, ნუ მხატვრობაც თავისთავად, მუსიკაც, მაგრამ უფრო თეატრი, ლიტერატურა და კინო მე ვიტყოდი, სადაც როგორც არსად ისე ისახება ეპოქაში მიმდინარე მოვლენები. აი ფეხ და ფეხ ალბათ მიყვებოდი ხო ამას და აი რომელი სპექტაკლით დაიწყე და როგორ იღებდნენ კიდე აქვე მეორე შეკითხვასაც დაგისვავ თქვენის ნებართვით როგორ იზრდება თაობა აი ნუ 5 წელი მე 10 წელი როგორ იზრდებიან ამ გადასახედიდან იგივე წიგნთან უფრო რომელი თაობა იყო ან არის ეხლა 94 წელს ჩამოყალიბდა დრამწრე, რომელიც თეატრალურ სტუდიად გადაიქცა. ის პერიოდია, როდესაც ომი, შიმშილი, უშუქობა ყველაფერი ერთად დაემთხვა და აი ამ დროს აღსრდილია ეს თაობა. და მე მაშინდელ შეფასებას გეტყვით, ერთადერთი ნაწილი ნათელი წერტილი უბანში თქვენ ხართ, თუ აი ამას გვეუბნოდით. მარტო ჩვენ არა თეატრს, იქ გაიხსნა ქორეოგრაფიული ანსამბლიც კულტურის სახლი განთიადი გახდათ, თემურ მამარდაშვილი იყო მაშინ დირექტორი ამ ძიმე პერიოდში და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთან 300-400 ბავშვი მაინც დადიოდა. მართლა ნათელი წერტილი იყო. წარმოიდგინეთ ესეც რომ მოგვესპობა ამ ბავშვებისათვის, მაშინდელი ბავშვებისათვის ეს საშუალებაც, რომ თეატრში არევლოთ. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ჭინჭრაკა, მე სტუდიას სწორედ ჭინჭრაკა დაერქვა, იმიტომ რომ მსახიობებს ცნობდნენ ქუჩაში და ჭინჭრაკელებს ეძახდნენ და აქედან გამომდინარე დაერქვა ჭინჭრაკა. პირველი სპექტაკლი იყო და სკოლებმა დაიწყეს თვითონ მოსვლა ჩვენ სპექტაკლებზე, ესწრებოდნენ, აუცილებლად ესწრებოდნენ, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ მართლა ჯერ ერთი გარეთ გასვლა უშუქობაში და არარსებული იყო და ობანში ერთადერთი თეატრი ყავდა ჩვენ და წელსაც ხო იყო ჭინჭრაკა წარმოდგენილი? კი, წელს სხვადასხვა მეგობრებით სხვადასხვა რედაქციით აწვდით ხოლმე მაყურებელს ერთი და იგივე სპექტაკლს თუ ერთი და იგივე რედაქციით? არა. სulit რაიმეს? კი, რა თქმა უნდა. ნუ თვითონ სპექტაკლებიც ჟანრობრივად ისე გვაქვს შერჩეული, რომ 5 წლის ასაკიდან სკოლის მე-12 კლასელებამდე დამთავრებული, ყველა ასაკზე უნდა იყოს გათვლილი სპექტაკლი. და ესე გვაქვს გაკეთებული. გვაქვს მაგალითად მეგობრები წარმოადგინეთ ფესტივალზე, ლაშა გოგნიაშვილმა დადგა ჩვენ თეატრში სხვათა შორის.
ანუ ხას უსვავრო ჩვენ ვიწევთ კიდეც რეჟისორებს, რომ სხვადასხვა რეჟისორთან კონდეთ მუშაობის მეგობრობა და პლუს გამოცდილებასაც იძენენ უფრო მეტ სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობენ. თუ გვაქვს რწყილი და ჭიანჭველა, მაგალითად რეპერტუარში გვაქვს ქაჯანაც და ასე რომ მრავალფეროვნებით გამოვირჩევით. აი ციგნიერება რომელ თაობას? ციგნიერება უფრო ალბათ მანამდე სანამ ტელეფონი გაჩნდებოდა. მობილური. ხო, მაგრამ და ინფორმაციის ხო, სხვათა შორის რამით კი ბრძანეთ. თუმცა თეატრი ესეთი რაღაცაა, რომ მარტო ტელეფონში ვერ მოძებნი ინფორმაციას, რაც ჩვენ გვჭირდება თეატრში, აუცილებლად უნდა წაიკითხო ის ნაწყვეტის მოთხრობა, თქვათ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ხო? ბავშვები ვალდებულები არიან და ვალდებულები და თვითონაც უჩნდებათ ინტერესი, რომ ყველა მოთხრობა თავიდან ბოლომდე წაიკითხონ, რომ მიხვდნენ რაზია სპექტაკლი, რატო უნდა იყოს ეს ასე და ასე შემდეგ. თუმცა ციგნიერება დავკარგეთ, ცოტა მოისოსტებენ. ხო, მაგრამ იცით რა არის ახლა თქვენთან, იქ სხვადასხვა პედაგოგებთან გამორიცხულია ახლა როგორ უნდა ითამაშოს თუ არ წაიკითხა, ხო? ხო და ამით ხო ეს ამით მიეჩვევი. მანანა ბოდიშ შეგეჭრები და ზუსტად ეგ არის, რომ ახლა როდესაც ჩვენ თუნდაც 13 სპექტაკლს უყურებს ბავშვი, იმან სხვა რო არაფერი, წიგნი უკვე წაიკითხა. მოусმინა ანალოგიურად და მას უკვე დაინტერესდა თუნდაც და წავა და წაიკითხავს რომ არ ქონდა ან წაიკითხავს ორიგინალს წაიკითხავს კი აუცილებლად ეხლა რა მინდა დავამატო იცით რომ იქ ახლა ნუ სასტუმროშიც იქ გარეთაც დავშათ ყველგან ერთად გვიწევდა ხო აი მე სხვაჩვენს ჩემმა საყვარლესმა მაყურებელმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ტელეფონის მიმართ. ნუ მე უარყოფითი არა, მაგრამ არც დადებითი, ხო, ინტერნეტის მიმართ. არა, მადლობა რომ არსებობს, მაგრამ ნუ წიგნი პირველ რიგში. გამორიცხულია რომ მე ეს არ შემემჩნია. პირიქით შევამჩნიე რა იცით, რა ტელეფონის ხელში ზედმეტად დაჭერა მე არ შემიმჩნევია ბავშვებისთვის. ისინი ან ერთმანეთთან ერთად საუბრობდნენ, ან რეპეტიციაზე, ან უკვე განვლილი სპექტაკლის შესახებ მიმდინარეობდა ჭობა და გარჩევა, ან იყვნენ სასრიალოებზე, ან ციგით სრიალდებოდნენ, ან 25 საბაგიროთი ადიოდნენ. ბუნებაში იყვნენ და ჰქონდათ ცოცხალი ურთიერთობები, რაც მე ვფიქრობ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად აღსანიშნავია ამ ფესტივალის სხვა ხიბლთა შორის. აი ამიტომ გამოჩვით თვის განმავლობაში ნამდვილად ტელეფონს იყვნენ მოცილებული ბავშვები, ისიც ითქმის, რომ აი ფოტოებსაც მშობლებით უღებდნენ და აი რაღაც წუთებს გამონახავდნენ ამისთვის, თორემ აი ნამდვილად ეხა გამახსენდა, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ უფროსები უღებდნენ და ბავშვები ეუბნებოდნენ არ მინდა საქმეს ვაცადეთ რაღაცა დაინტერესებს მართლა იყო ესეთი შემთხვევა ჩემ მშობლებმა აღნიშნეს ჩვენ მცხეთის თეატრიც ყავდა იქაც მუშაობდა საბავშვო თეატრი მაქვს ქალბატოშოვენას მოვიკითხავ აქედან და მშობლებმა აღნიშნა რომ დასხდნენ ეს ბავშვები ერთად ნუ როგორც წესი უნდა აიღონ და ესე ხო მშობლები ეს გაკურებული უყურებენ და ერთი წამით თუ დააკვირდივენ აბა ბავშვებს არც ერთ ტელეფონი ხელში არ უკავიოდა. ერთმანეთს რაღაცას ან ეკამათებოდნენ, ან თამაშობდნენ რაღაც ინტელექტუალურს. ინტელექტუალურს, კი და ამიტომ უნდა ჩატარდეს ხოლმე ასეთი ფესტივალები, ხვიჩა მეთანხმება ალბათ. იმიტომ ჩვენ ვხაშურებთ. ხო, რა თქმა უნდა ჩატარდეს და ტარდება კიდეც. კი. და მადლობა ამისთვის თეა დავითაიას, ხვიჩა ახალაიას, ბესოლომსაძეს და კიდე ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. აუცილებლად მადლობა მინდა გადავხადო, რა თქმა უნდა, თითოეულ რეჟისორს, თითოეულ ხელმძღვანელს, ვინც გვენდობა, რა თქმა უნდა, მათ მშობლებს მადლობა იმისთვის, რომ თვითონ თავიანთ ასეთ პროფესიონალ ხელმძღვანელებს ენდობიან და მადლობა თითოეულ პატარა მსახიობს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს ფესტივალში და უღმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს მხარდაჭერისათვის. აუცილებლად დავაღნიშნო მადლობა სასტუმრო ჰილს, რომელიც მასპინძლობდა სრულიად ყველა სპექტაკლს. მაშინ მეც აღნიშნავ, მადლობა სასტუმრო ნოელს და მის არაჩვეულებრივ ქალბატონ ნანა იმედაშვილს, რომელიც აი მართლა ყველანაირ კომფორტს უქმნის იქ შესულ ადამიანს.
ყველა სასტუმრო, რომელიც სასტუმროებში ჩვენი ბავშვები ბინავდებიან, ყველა სასტუმროს რა თქმა უნდა უღმესი მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ რომ 3000-მდე ბავშვი ამოყავს ჩვენ აქ ბაკურიანში და ჩვენ მათი მედად ვართ, შვიდად ვართ, როცა ვიცით რომ ამ სასტუმროებში ყავს განლაგებული და კიდევ ერთხელ რადგან ეს ორი სასტუმრო ვთქვით, ყველა სასტუმროს მადლობას გადავხდი, სასტუმრო ჰილ, სასტუმრო საჩინო, არ ვიცი უბრალოდ. ლაგუნა, სასტუმრო ნოელს, სასტილა პალას, გრანდ ნოელს, ასე რომ ყველას უხმესი მადლობა. საჩინოც იყო იქ ჩემს გვერდით. კი ბატონო. ხუჭა, წეგან ბესოს რო კითხე, იგივე მინდა შეგეკითხო. დიდი ხანია ბავშვებთან ხარ და აი ეს თაობების ცulis შესახებ რა სიტყვი? იცით ჯერერთი შენ თავად იყავი ძალიან პატარა ხო ჟურნალისტიკაში რო შედგი ფეხი? ეს პირველი სხვათა შორის კი პატარა, ხარ ნამდვილად პატარაც არ ვიყავი, მაგრამ თვითონ მუშაობა რო დავიწყე პირველად შემოქმედებით საქმიანობით რო დავიწყე 96-15 წლები იყო და ფიქრობდი, აი რა გამეკეთებინა, ვის ემღერება, ვის ეცეკვება, ვის აქ ამის ეხლა სურვილი ყურების და არა და მინდოდა რაღაცა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ჩემი საქმიანობა და ვიფიქრე, მოდი დევნილი ბავშვები, შევკრიბე, დავიწყე ერთი წლები შეიქმნა, რა თქმა უნდა, პედაგოგები ყავდა მანდ გიტარის, ჩონგურის, ქორეოგრაფია თავისთავად და შევკრიბე ეს დევნილი ბავშვები და დავართქვი პირველ ღონისძიებას ჩუმად გავაკარი მეორე დღეს აფიშა ცხოვრება გრძელდება და მოვიწვიე მათი მშობლები და ახლა მათი შვილების ყურება ყველას უნდოდა და ამით დავიწყე სინამდვილეში პირველი კონცერტი რომელიც ჩატარდა იმ დროს სამეგრელოში ძალიან და ამ ბავშვებს ვინ ამეცადინებდა? ყავდა პედაგოგები ანუ უკვე არსებული სტუდიებიდან მიიწვიე თუ შენ ქონდა ჩამოყალიბებული უკაცრავად ვერ მოგისმენთ? მე მოვიძიე, არა, ქალბატონმა მანამდე ხო ჩვეულებრივად ხა ის ტკივილი 93-96 წლები უბრალოდ აი ამ ტკივილის გამო გაჩერდნენ პედაგოგები იყვნენ, რა თქმა უნდა, პედაგოგები, რომლებიც გაჩერებული იყვნენ და ვერ ბედავდნენ დაწყებას, ხო? მე რაღაც ვიფიქრე, რომ მეორე სიცოცხლე შესძინე. კი, და აი ამით პირველი კონცერტი დავიწყე 96 წელს, ზუსტად მახსოვს, ესე რომ დავარქვი ცხოვრება გრძელდება და იმ დღიდან თავისთავად მივყევი ტემპს შემოქმედებითად, მაგრამ რაღაცომღაც 99 წლიდან ქალბატონმა დარიჯან კვარაცხელია მომიწვია ტელევიზიაში ანალოგიურად მუსიკალურ პროექტში ახლა შენი დროა და იქიდან გამიჩნდა სურვილი რომ რაღაცა კულტურის სფეროში შემეძინა ჟურნალისტურად ვიფიქრე. კი ბატონო, მესმის ძალიან კარგად. მაგრამ 2005-მდე გასტანა ამან და შემდეგ უკვე მაინც დაუბრუნდი მე ისევ ჩემს საქმიანობას და დღემდე ვარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ვაბედნიერებ იმ მომავალ თაობას, რომელიც არის ჩემი სიბერე, ბედნიერი სიბერე. და აი თაობებს შორის ცulis შესახებ მინდა რომ ისაუბრო. აი ნამდვილად მეთქმის რომ აი ზუსტად მახსოვს პატარა 10 წლით ადრე ბავშვი რომელსაც ზუსტად მახსოვს რომ მივეცით ყველაზე პატარა მონაწილე აი ძალიან ესეთი წარმატებული ბავშვი იყო და წელს კი არა შარშან ვგებულობ ამ ბავშვმა რომ უკვე ჩააბარა თეატრალური და ის გახდა წარმატებული ბავშვი და წელს უკვე ბავშვები რომ ჩამოვიდნენ ზოგიერთები უკვე აი როგორ თქვა დასანანად ეხა ვამბობ იმას რომ ისინი გადიან უკვე ეხა ზოგიერთი ხდება უკვე სტუდენტი თავისთავად ამ წლიდან და ამ 10 წლის განმავლობაში ეს ბავშვები ჩემთვაც გაიზარდნენ და მათში ზუსტად ხედავ იმას რომ ისინი წარმატებულად და წარჩინებით გაზარდა მათმა ხელმძღვანელებმა. კი, ერთ-ერთი მათგანი თორსები ჭიათურის ხელმძღვანელია, ხომ? ეს ულამაზესი ქალბატონი, რომელმაც ბრძანა რომ ერთი უკვე თეატრალური სტუდენტია და იქ ერთი ბიჭი იყო დიტოს როლს რო თამაშობდა და ის მიქაუტიძეს კი ბატონო. ხო, კაცრავად გვარი არ მახსოვს. აგერ ეკა ბაქრაძეს ყავს ძალიან ბევრი ხალხი. ეკა ბაქრაძეს რა შეხება? ეკა ბაქრაძეს გიორგის. ეხლა მეტია საუბარი, იმიტომ რომ სამი თაობა გამოზარდა და კი არა, რას ვიძახი? ეკა ბაქრაძეს გიორგის რაც შეეხება, კი, ეხლა კი არის პირველ კურსზე, მაგრამ მე გიორგი ვნახე, მე მგონი 14-ის იყო თუ 13 წლის
ფეხი ფეხზე გადადებული ლექსს რო კითხულობდა თუ არ ვხდები მურმალებანიძის ლექსს კითხულობდა და აი მაშინ მივხვდი რომ ჩემს თვალწინ იდგა ჩამოყალიბებული და შემდგარი მსახიობი ასე რომ მართლა ფესტივალი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და კიდევ და კიდევ დიდი მადლობა და ეხა ბესო და ხუჭა ორი თვითონმა თქვენგანმა მინდა ისაუბროთ აი იმ უცხოეთიდან შემოსული კონტაქტების შესახებ. მე როგორც ვიცი, უცხოეთიდან გიკავშირდებიან აი ეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და თავად გთხოვენ ან თქვენი ბავშვების ჩაყვანას, ან იმათი ბავშვების ჩამოყვანას აქ, მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ხვიჩა თქვენ კაბადოკიაში ამოგზაურებთ ხოლმე ბავშვებს და ეხლა ნუ კაბადოკიაში რო 15 წლის ბავშვი ფეხს დადგავს და იქ მთელი სიწმინდეებს შეიგრძნობს და ნათლად ნახავს ეს კიდე ნუ ეს არის ალბათ იქნება მთელი მათი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იქნება ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი. აი როგორ ხდება აი ეს კონტაქტები ეს მაინტერესებს ხვიჩა ესე იგი წლებით ადრე ბესო დავიწყებ მე და რა თქმა უნდა გააგზავნებ ბესო ქალბატონ თეას აქვს ესეთ საკუთარი პრინციპი რომ მას უყარს სადაც თუ საზღვარგარეთ რამე ფესტივალი ჩატარდება ან ჩვენ ბავშვებს წავიყვან თვითონ უნდა იყოს ყველაფერში დარწმუნებული და ამიტომ უნდა რომ თვითონ იყოს პროექტის ხელმძღვანელი სადაც მიდის ეხა გეგმავთ კვიპროსის ფესტივალს და წინასწარ თვითონ მიდის სანამ ჩვენ ბავშვებს წავიყვანთ იმიტომ რომ ყველაფერი რომ დაათვალიეროს თუ სად იქნებიან ბავშვები როგორ იქნებიან სად გამოვლენ სად დაბინავდებიან როგორ იკვებებიან ყველაფერი რომ თავისი თვალით ნახოს და შემდეგ ხო აი როგორც საქართველოში იქცევა ყველაფერს საქართველოში ესეა ყველაფერს წერტილმძიმის ჩათვლით თვითონ აქცევს ყურადღებას და ანუ იქ სისუფთავე იქ ესთეტიური ვიზუალური მხარე ყველაფერს და იგივე საკეთებს როგორც მივხვდი საზღვარგარეთ ანალოგიურად ხო პირველი ესე იგი ანტალია კაბადოკია ფესტივალი რომელიც ჩვენია მზიანი საქართველოს პროექტია ოღონდ რა თქმა უნდა მათთან ეს ხელშეკრულებით ანტალიის მერიასთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ურთიერთ ქართულ თურქული კულტურის დღეები ქვია რო ვთქვათ ფესტივალს არტაშკი ეს ხდება ანტალიაში მაგრამ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობა არის მაინც ფესტივალი მზიანი საქართველო და თეა დავითაია ესე იგი მოწვევა როდესაც ხდება ქვეყნის ახლა ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფესტივალზე მაგალითად ჩვენი პარტნიორი სიღნაღის ფესტივალზე ჩვენ ქიზიყი გვაქვს სადაც ჩვენი პარტნიორი ფესტივალის თვითონ ხელმძღვანელი ანალოგიური თანაორგანიზატორი ბატონი მურად ვაშაკიძე პატიჟობს ათენში სადაც უკვე რამოდენიმე ჩვენ ფესტივალიდან ქიზიყიდან გასული ბავშვები ღებულობდნენ მონაწილეობას ანალოგიურად იქიდან ჩამოდიოდნენ მოწვეულები რომლებიც შვეიცარიიდან ათენიდან კიდევ ყავდა თეატრალურ ფესტივალზე კი თეატრალურ ფესტივალზე კი ძალიან ბევრი ყავდა და აი ამ ურთიერთგაცვლის პროცესიც ისე არის რომ ჩვენ ვართ 100% დარწმუნებული იმაში რომ ჩვენი ბავშვები იქნებიან ისეთ ფესტივალზე სადაც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველაფრით არა მარტო რაღაც თავისი ნიჭიერება გამოავლინონ უბრალოდ ბავშვმა აუცილებლად ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნოს სრული კომფორტი დიდი მადლობა გისმენ კი წლებია აი წლების წინ შეიძლება ეხლა რაღაც პოლიტიკური ვითარების გამო მთელ მსოფლიოში ცოტათი ოდნავ შენელდა მაგრამ აუცილებლად 4-5 ქვეყანა ყოველთვის იყო მზიან საქართველოსზე ჩამოსული კი მე მახსოვს იტალიელი რეჟისორი და ერთხელ იმაში სომხეთი აზერბაიჯანზე ცოტა იმას კოვიდის მერე ცოტათი შენელდა და იმის თორე აზერბაიჯანი სომხეთი ბელორუსი იყო ჩამოსული იყო ინდოეთიდან შესანიშნავი მოცეკვავეები და ძალიან კარგები ესტონეთთან ეხლაც გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა რამდენიმე გაცვლითი პროგრამა მოხდა ესტონელებთან მეც გახდით ორჯერ ესტონეთში და იქიდან 3ჯერ იყვნენ ჩამოსული ესტონეთის ანსამბლები
და ეს ხო, ეხლა ერევნიდანაც უნდა ჩამოვიდნენ. ეხლა ერევნიდანაც ქორეოგრაფიული. კი ბატონო, კი აუცილებლად ესენი ხშირად ყავს ერევნიდან, თურქეთიდან, სხვათა შორის ესე იგი რამხელა ბედნიერება, რომ აი ხა რეგიონებით დაიწყეთ, ანუ პირველი საქართველო და მეორე უკვე სხვათა შორის ჩვენი ფესტივალის მიმართ თვითონ გამოთქვეს, ინტერნეტიდან. კი, ჩვენი პროგრამები იდება ჩვენი საიტებზე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ესე ნახულობენ. მაგალითად ესტონელები რო ახსენე ხო, დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც თხოვა რომ იქნებ თქვენს ფესტივალში ამ ანსამბლს მიაღებინოთ დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ და მოვატარეთ მთელი საქართველო და ჩვენთანაც მოხვდნენ. აი ზუსტად ანალოგიურად ხდება ჩვენთან უკრაინის ანსამბლი იქნება თუ პოლონეთის და ასე შემდეგ იტალია ახსენეთ თქვენ კიდევ ესეც იყო. და სხვა შორის იტალიელმა აღნიშნა, რომ მე მრავალ ფესტივალზე ვარო დასწრებულიო, მაგრამ აი ასეთი როცა როგორ თქვა, სრულყოფილი ფესტივალი მე ჯერ არ მინახავსო და ნუ მართლა დიდი შთაბეჭდილება. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ, მე მგონი ხვიჩა და თეა იყვნენ თუ თქვენც იყავით, ხო? კი, ამის შესახებ ჩვენ ნალაპარაკები გადაცემაში ვისაუბრეთ. არა, ადრე. კი ბატონო. ადრე, ხო. ჩვენ კი 53 წამი რჩება და აი შენი თქვენი გზავნილი ბატონო ხვიჩა ფესტივალელებისადმი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა თქვენ მუდმივი მხარდაჭერისათვის. უღმესი მადლობა საქართველოს სრულიად შემოქმედებით კოლექტივებს, რომლებიც გვენდობიან და ღებულობენ მონაწილეობას ფესტივალში მზიანი საქართველო, ფანტელი თუ ეს იქნება საერთაშორისო არტაშკი. უღმესი მადლობა თითოეულ ქორეოგრაფს, თითოეულ რეჟისორს და კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო მშობლებს, რომლებიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ენდობიან ხელმძღვანელებს და რა თქმა უნდა გვენდობიან ჩვენ. უღმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირეოდენი ფინანსური მხარდაჭერით მხარს უჭერენ ჩვენს კოლექტივებს, რომ მიიღონ ფესტივალში მონაწილეობა და კიდევ ერთხელ ყველა მიყვარხართ, ვინც მონაწილეობას ღებულობდა ჩვენს ფესტივალში და რა თქმა უნდა 19 თებერვლიდან გელოდებით, ვინც უკვე ემზადებით ჩვენთან ფესტივალში მონაწილეობის მიღებას. ფაქტიურად წაიყვანა რა გამოშვება. აი ხა ჩვენც დაგვიტოვე სათქმელი თუ შეიძლება. დიდი მადლობა ხვიჩა, უღრმესი მადლობა ბესო გისმენთ. მადლობას რა თქმა უნდა მეც მადლობით დავიწყებ თეა დავითაიას პირველ რიგში მადლობა რომ ესეთი შესანიშნავი ქალბატონია ხელოვნების მოყვარული და ბავშვების მოყვარული როგორც აღნიშნე. ტექნიკურ ჯგუფს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. აგრეთვე ჩვენ თანამშრომლებს გიორგის, მეორე გიორგის, თაზოს, ქეთოს, ყველას, რომელიც გვერდში გვიდგანან, არ ჩანან, მაგრამ ამ ხელა ფესტივალია და ერთ ოჯახად არის ერთ მათ გარეშე ფესტივალს ვერ ჩავარდა. მართალი ხარ, ეს მართლა თეას დამსახურება. კი, აუცილებლად. ეს გახლავთ ფესტივალი, სადაც ბავშვები ოჯახებში მიღებულ ცოდნას იღვივებენ, უფრო მეტად ვითარდებიან და ეს გახლავთ ფესტივალი, ვისაც ფესტივალში მონაწილე ბავშვების მშობლები, ბებიები, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, უფროსი თაობა, დედმამიშვილებისა სრულად თვალდახუჭული ენდობიან. ეს არის მართალს ბრძანებთ ბესო ხვიჩა, ეს არის თეა დავითაიას დამსახურება და თეა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თეა დავითაიას აი ამ არაჩვეულებრივი ფესტივალისთვის. დიდი მადლობა ფესტივალელებს, ყველა იმ ქორეოგრაფს, რომლებიც თქვენ კარგად იცით, მე ძალიან მიყვარს იცით თქვენ ხა თითოთისათითოდ ვერ ჩამოვთვლი და დიდი მადლობა იმ არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომლებიც აი ესე ანთებულები არიან და არასოდეს არ ჩაქრება მათ თვალებში ეს სინათლე და ეს ცეცხლი, რამე თუ მათ უკვე შეიგრძნეს და უკვე ეზიარნენ სცენას, კულისებს და სცენის მტვერს. დიდი მადლობა ბესო, დიდი მადლობა ხვიჩა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის.